Hai, დავლიოთ ყავა. საშინელია მინდია ხალხო. უსაშინლესი. ისევ წვიმას აპირებს. ანუ ამ მოგვადინა ძმრად მზიანი ამინდები. არ ჩავერიოთ, ცოტა დაუწიეთ ვიდეო დამებლოკება ერთი წუთით. როგორ ხართ ხალხო? რა შრევით? ხო ხართ კარგად? დილის ყავა ვერ გადავიღე, ისე დავლიე. თან წამოწინწკლა ხასიათი გამიფუჭდა, მაგრამ აღარ წვიმს, მაგრამ აპირებს. თავარია ზემოთ არ ჩამოვიდეს სახურავიდან და ზემოთ დავლევთ. იქ არ იყო ისეთი წვიმა, რომ შიგნით ჩამოსულიყო და არ იყო. 4 დღეს არეცხი ვერ გავაშრე და შენ რო შეყარე რა გონია, რამდენ კვირაში გაგეშრება. იცი რა ხდება? ფენით უნდა გავაშრე გძემკლავიანი როგორც მინიმუმ. ასე. იმიტომ რომ ძალიან ცივა, ეხლა ეს ჩემთვის არის ძალიან არახარბია. ბატონო! რა უნდა? აი, ყოველთვის ვისიმშურდა, იცი, აი ჩოლკები რო ქონდათ ესე და აი ავტომატურად თუ აი ესე უდგებოდათ ხოლმე ჩოლკები. აი ხო ახლა რო გადაივარცხნი და აი ესე რო იზავ და ეგრე რო გაქვს. ამ წუთას კი მაქვს ასე, მაგრამ ეგ ვისაც მყარი თმა აქვს, იმას უდგება ეგრე. ჩემნაირ თხელთმაზე არ არის. ჰა? მყარი თმა არ მაქვს, მაგრამ ასე მიდგება. ხო, შენ ხო არა, მე არა, თხელი თმა მაქვს და არაფრით არ მიდგება ეგრე. არაფრით. გიას კი უხარია რომ სიგრილეები იქნება, მაგრამ თავარია მზე გამოვიდეს, სახე დავიტენიანეთ და ეს რა ქვია, სტიკი გვისვია და ველოდებით მზეს. შენ რო გამომიყენა, მეც გამოგიყევი. მოგიყევი. თავი მაღლაძე ისე გატრიალდი. იქით გატრიალდი, იქით. სახე დაგინაუჭდება დედა. მიდი, როგორ გასწავლა ანა მდგომა? იქით რო კარგად გამოჩნდა. მიდი. მაჩვენი. არა, გვერდულად დადექი რომ უფრო კარგად გამოჩნდეს კამერაში. გვერდულად. მობრუნდი ესე. აი ესე ნახე, ასე მიბრუნდი. დადექი. მოდი ვნახოთ ახლა. ეს სიყვარულები უნდა გაჩვენოთ. აი მე გადავირია მას შეხედეთ. პაწაწუნებია სხია გადავირია. ეს რა ხეა ვერიკო? ანუ ამის კვირტებს შეხედეთ ხალხო. გვიანობამდე ყვავის. ეს ხეა, ანუ არ ვიცი რა არის, მაგრამ სრულიად გადარეული ვარ ამ ხეზე. რამდენი მასი მაშვება კვირტებს და ნახეთ აქეთაც რამდენია. ძალიან საყვარელია, ამას შეხედეთ ხალხო. ნახეთ. წამოვიდა. ავიდა. მარიკო ავიდა მაღლა, მარიკო ნადე. ბებოს უთხარი მაღლა ამოდიო, დედიკო, მიდი. ამოდი მაღლა უთხარი. წამოდი ჩვენთან. არა კურსი. ზემ ცოტა გამოგვინათა. რამდენი წუთით ვერ გეტყვით. აბა თქვენ შეხედეთ და მითხარით ახლა რა გველის ამცის პატრონებს.
დავიწყოთ უსომო ყავისმა. გამომიცხადებია მეორე სართულიდან. თამზე გუჭყუტუნებს თუ გიხარი. ხო არ დაგცხადე? გეცვას კიდე მე მგონი აგრილდება კიდევ და. ერთი ჩასვლა მაცადება, ერთი ჩასვლა გიწევს. ხო. ცხელა, მაგრამ მე განაჩავს. ადი. ნაცივრის კარებში წყალი დევს დედა და წამოგვიღედე. არგი ჩემო სიყვარულო დედა. ნუ იცოდი არ გაიტანო ეს ღორები. მეგონა. არ ყრია ბევრი? არა. არა. საერთოდ. სადარის კი მაგრამ გამარჯობათ მოგესალმებით, მე ვარ მარიამი ბაკაკური, ყველას გიყვარვარ და ეხლა რეზუმზილას ჭამდა თუ შეიძლება გადამიღათ. აიმე. ბატონო. 29-ში უნდა ალაგო ბაღი. ოკეი, დედა. რა თქმა უნდა, ყველას მოგესალმებით ჩემ ბაღელებს, ჩემ პედაგოგებს და ყველას გიყვარვარ. თუ ვიცი რომ ძალიან გიყვარვარ და ჩემზე ოცნებობთ ყველანი. მადლობა მაგისთვის. რამდენიმე დღეში აღარც ჰაერი, აღარც ჰამაკი, არაფერი. სამსახური. აი, დილოშიდობის მეგობრებო. ფერის ცვალებას გილოცავთ ყველას. სასიკეთო თეცვალოს ხალხო ჩვენთვის ფერი ყველაფერს. დავკარგეთ ხეები. რა იყო და კარტოფილს გიწვა, მარიკო? რა არ ყუთავია. ყველასათვის ეცვალოს ფერი, სასიკეთოდ ხალხო ყველასათვის. რამდენივად 1 2 3 4 5 მეხუთებში და ჩემპანიც და გვაქვს. სოფელში ვარ ისევ 27-ში ალბათ უკვე წავალ, იმიტომ რომ 28-ში ჩემები მიფრინავენ, ამიტომ რომ ერთი დღე მაინც ნორმალურად ნახო ჩემები. ხოდა ესეთი ამბები გქონდა. ვართ გაწავდია რო ქვია მაგაში. იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი, გასაკეთებელი, მოსასწრებელი. ხოდა აი ესე დავდივართ თავი ხუთი მოგელიჩიე. ამაზე არ მითხრათ რომ დასრულებად შეიძლება რომ უკიდურესად განადგურებული მაქვს აი ეს ზედა. არ ვიცი რას მივადე, სად რავქები, გონზე არ ვარ. მე თქვენ მოგიყვეთ როგორ დაკარგოთ ვაცამ ტელეფონი, რომელშიც გადაიხადა 4500 ლარი. უბრალოდ 1700 კიდე დარჩენილი აქვს. გუშინ აქ მაღაზიაში ვიყავით. რა თქვა ერთ ხუთი სავალია რა მანქანა. ხო და ხინკალ და რაცა გვინდოდა და რომ მივედით აღმოჩნდა რომ არაფერი არ გქონდათ მოკლედ ძალიან წილი. არტიკლები გქონდათ მარტო და რა თქმა უნდა არ გაწყობდა. აქ ოძისში ვიყავით. ხო და რა ვქნათ და ჩემმა მეუღლემ მოდი წავიდეთ ქსოვრიში.
რომელიც აქვე ეგეც 10 წუთის სალოზია მანქანით. ფეხი ჩორდა თქმა უნდა. წავედით გოგოებო, ვიყიდე ერთ მაღაზიაში რაღაცები, მე მეორე მაღაზიაში გადავინაცვლე საფეხაშოს ქაღალდი დამავიწყდა და მე მათ გავიქეცი და კარგად მახსოვს რომ პირველ მაღაზიაში მქონდა ტელეფონი, მაგრამ მე უკვე ვერაფრით გავიხსენე, მქონდა გავიტანე, შევიტანე და რო ჩავჯექი მანქანაში, მე ხოპ გამახსენდა რომ საფეხაშოს ქაღალდი დამავიწყდა და ნაგისთვის გადავედი ხო სხვა მაღაზიაში. ყველაფერი ჩავაბარგეთ და წამოვედით სახლში. ფეხით არის შორი და ძალიან შორი და გზა, ანუ და არც ერთხელ არ გამხსენებია, რომ ტელეფონი მომეკითხა, რომ გზის ფოტოებს და ვიდეოებს ვიღებ ხოლმე და ანუ არც ერთხელ არ დამბადებია თავში აზრი, რომ ერთი მინენახა ტელეფონი. გამოვედით სახლში. რაღაცაზე მე ტელეფონთან სადაც და რაღაცა გადამევა. არა ისინი ტელეფონი. რეცეპტ გუებო თავ ხუთ მუგალეჯიები. ისე რეცეპტ. და ვერ ვიპოვეთ. მალევე დავრეკეთ. ჩემო დედამისი მაგარი კაი ცნობს მოკლედ ადამიანებს, ვინც იქ მუშაობს, იქ გვერდით მუშაობენ ამბულატორიანი მოკლედ და ეგრევე უთხრას რომ შეძალს აგდარჩე ტელეფონი. მივწერეთ დავრეკავდი. მე სანამ გავიგეთ რომ ტელეფონი მშვიდობით ბრძანდებოდა ჩემი დამემართა. მამის დამეკრუნჩხა ხელები. მაგრამ საქმე ისე რომ ეგრევე ვერ მივდივართ, იმიტომ რომ ჩემი უყურე სასწრაფო წასასვლელია, სანამ წვიმა მოუსწრებს, უნდა შეღებოს სასაფლაოს გარე სივრცე და ვიცი რომ მინიმუმ 3-4 საათი ვერ ვექნება ტელეფონი და ესე 3-4 საათი უტელეფონოთ, მეც არ ვიცი როგორ გავძელი, პირველად ვიყავი ამდენი ხანი უტელეფონოთ. მაგრამ უტელეფონობას ვიდაესებდა ხალხო გული ხელით მეჭირა, რომ მეთქი თავარია, რომ უსაფრთხოდ ვიცოდი იყო რა, იმდენი ვინერვიული ხალხი. აი არ ვიცი, ტელეფონი დავთი აფეთქებული, იმდენი ხალხი მირეკავდა, ალბათ იმიდრესაც წაიგდა ეს გოგო. ხო და ესე მადლობა ღმერთს რომ ტელეფონი მშვიდობით ჩავიბარე, მაგრამ ძალიან ვინერვიულე. სანამ გავიაზრე ჯერ საერთოდ სად იყო ტელეფონი. მაგაზე ვინერვიულე, ხო და მერე მეთქი რომ ჩავალთ რომ მოვიტანო ეს ტელეფონი და 7:30-მდე იყო მხოლოდ მაღაზია და მოვაწერეთ რა თქმა უნდა, მაგრამ მეთქი ჰაერი არ ყოფნის მიშველეთ, კიმინიავეთ. აი ესე იყო ჩემი ტელეფონის ამბავი და პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში ესეთი რამ, რაც ეს მობილური მაქვს. რომ სადღაც დამჩა ის რომ მე ტელეფონი არ მოვიკითხე. გათიშვილი დავდივარ. გათიშვილი ეგრე გამოდის. და კაი ნერვულობა გადავიტანე სანამ საერთოდ გავიაზრე სად იყო ტელეფონი. ძალიან ვინერვიულა ძალიან. სიცივი უფლებას ხავდა, მაგრამ თავარია რომ ტელეფონი ჩემთან არის ახლა და გესაუბრებ. მივირთვათ. რა თქმა უნდა, ჩემი გოგო დავთ კარტოფილი. რა გინდა დე? ცხელი ჩვენ ყველას დე. ხო. ქვაბი დაადგით ყავა? რატო თეთა? ხრებში გაიმართე გოგო. როგორი ლამაზია. სკოლი. ხო და ეს. მეც რა გავშენჯე. ათმევი აღარ უნდა ავიწიო რა, მტკივა ძალიან ძირი. მეც რა გავშენჯე სხვაგან. ხო. გოგო. არა ნინოს რო კრემები ჩამოაგხალ ხო აი არ ვიცი. რა კრემი არ ვიცი. მოკლედ თან ჭორაობდით, თან თავს ვიწესრიგებდი. ძალიან
მივყივათ მის ძირები, იმიტომ რომ ძირითადად მაქვს შეკრულ მდგომარეობაში და სხვადასხვა არაერთხელ მითხრეს სალონში, რომ ძალიან დამითხელდა ძირები და აუცილებლად ხშირად გაშლილ მდგომარეობაში უნდა მქონდეს ან ფომფლოთ მაინც და არა ისე როგორც მე მაქვს ატკუცული, რომ რა ვიცი მე კანიმამდე მგჭერამდე ასული. და გამოჯანსაღებლები რომ ჭირდება ეგ სხვა ამბავია. ასევე აქ ვსაუბრობდით იმაზე, რომ გვარის შეცვლა, ანუ ქმრის გვარზე გადასვლაზე ვსაუბრობდით, ამ თემას განვიხილავდით. ასე მე ვსაუბრობდი იმაზე, რომ ჩემი გვარი არის წივილაშვილი და ვიყავი დაბადების მოწმობაში წივილაიშვილი და ძალიან ბევრი ამბები დამჭირდა, რომ ესე იგი ჩემი ნამდვილი გვარი დამებრუნებინა და შეცვლა საბუთების და აი ძალიან ბევრი ვიწვალე და ამას განვიხილავდით. და ასევე საერთოდ არ მესმის მაუღლის გვარზე რატომ უნდა გადავიდე თუ რაღაც აი ან საზღვარგარეთ რაღაცაში არ გჭირდა. აი რაღაცა ხო ხვდებით ძალიან გამოუვალი არ არის. მე პირადად არ მესმის რატომ უნდა გადავიდე. ნუ ამით სიყვარულის დამტკიცება, რა ვიცი, არაფერს მომცემია ჩემთვის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე რომ გადადის, ვაიმე ეს რა ქნა. არა, უბრალოდ ჩემთვის არ არის მისაღები იმ მხრივ, რომ მე მაქვს ჩემი გვარი, ჩემს მეუღლეს აქვს თავის გვარი და რა ვიცი, მიყვარს ჩემი გვარი. ამ გვარს წარმოვადგენ მე, ჩემი იდენტობაა და ამიტომ დიდად არ ვარ ხოლმე მომხრე, როდესაც მეუღლის გვარზე გადადიან. მოკლედ ამაზე ვსაუბრობდით. სხვადასხვა ჩემი ჯვრის წერის მოწმობაში ჩემი გვარი არასწორად ჩამიწერეს და კიდევ კარგი რო გადავშალე იქვე ეკლესიაში და მერე ჩემი მეუღლის მეჯვარემ გაიტანა უკან და ნორმალურად კი არ ჩაასწორეს, მიმიჯღაბნეს იქ და ისე გადაასწორეს, რასაც ძალიან გაუბრაზდი. თუმცა ნუ ხო და მოკლედ ამ ყველაფერს განვიხილავდით. ამის მერე სხვათა შორის კაი თქეში წვიმა დაიწყო და უკვე თავი მომაბეზრა ამ წვიმამ. ძალიან თქვენი არ ვიცი, მაგრამ უკვე ძალიან მოსაბეზრებელია. სოფელში წვიმა, მერე ესე ეზოში ბავშვი ისე ვერ გადის როგორც უნდა. კი ბატონო არის ნახევრად გადახურული და მაინც ვიყენებთ, თუმცა არ არის კომფორტული, მაინც ცოტა ასხამს წყალს და ასე შემდეგ. ცოტა წინ გადასაწევია სახურავი რომ არ ჩამოვიდეს. ხო და რაღაცნაირად არ მომწონს წვიმა მით უფრო სოფელში, არც ქალაქში. ყველაფერს თავის დრო ხალხო რომ მიაბავს და აღარ ჩერდება, ცოტა გამაღიზიანებელია უკვე ჩემთვის. აი დღესაც ისეთი თქეში, ვითომ თქეში წვიმა უნდა ყოფილიყო, რაღაცა ძალიან მოიღრუბლა და ჭექა გუღილი და ერთი ამბავი, მერე გადაიდარა. მაგრამ იწვიმა, მაინც ხასიათი ნაწილობრივ გაგვიფუჭა. ეს დღები სულ წვიმს, ძალიან არ მინდა 40-ის დღეს იწვიმოს და ძალიან არაკომფორტული იქნება სასაფლაოზე გასვლისას ტალახი და ხო ხვდებით ძალიან რთულია ასეთ დროს და იმედი მაქვს რომ რაღაცეთ იქნება ისე რომ არ იწვიმოს, ვლოცულობთ ყოველ შემთხვევაში რომ თქეში წვიმა არ მოვიდეს. მაგრამ რასაც მე აქ ვუყურებ ხალხო, არ ვიცი, ზაფხული თქვენი არ ვიცი და მე ვერ ვიგრძენი ყოველ შემთხვევაში. ჯერ ის რომ საერთოდ ზაფხული ვერ ვიგრძენი დასვენების კუთხით და მე ვერ ვიგრძენი იმაში რომ ზოგადად ანუ ამინდები ძალიან არაადეკვატურია და ძირითადად თქეშია. ანუ ამ რეჟიმში ვართ და რაღაცნაირად მგონია რომ ძალიან არაკომფორტულია სულ წვიმა. მეც სიგრილის მოყვარული ვარ, მაგრამ ეს არის. 2 წუთი აქ გავარდა, ვფიქრობ ახლა თქვენ ხო იცით სადა ვარ. სოფელში. არ ვიცი, ჭკუითა და ვარ გადასული. ჰაერი. გუგუნებ. ახლა რედიკულითა ვარ ჩამოსული და დავიწყოთ. ახლა 2 დღე ღაბავი მოვადუნე. ეგრე არ გამოდგება. წავიდა. ეყופה. ძულებს უნდა მოიხრით. ახლა მინდა რომ ისაფქნა. კონტური. ხალხო ჭკუითა და ვარ გადასული. წეღან მივდევდით როხას. რა მეთქი შეუნამოსო. იმ დღეს ვერ გავდენი ხო და მეთქი ამაზე შური ვიზიო. მე ვთხარი. თუ
ჩაგაფრინდი თვალის გუგებში, ხო? ამოგაცალე გლანდი. მე ნახე შეუდაბუსობებთ ხარი. არ ვიცი, ახლა ცოტა გაურკვევლად მიყურებთ, მაგრამ იცი. ასე. მე ერთობე როდის რამეს ვისწავლი. ტენი. ის არის. ორი ფლეიმი და გამომიგზავნეს. აჰა. ბოღმიანებო, შვიდი ნაბიჯი თუ პან. აჰა. დამაკუდა. შვედიურად მიხდება. ხო და ის არის. გარეთგანან მეზობლები. ხო და ახლა ის არის. ნარიადულად და გავიდე და გავეკიდო ძროხას. რომ ვითომ ახლა მეც ხალი ვარ და სახლში საქმეს ვაკეთებ. და ის არის. უნდა ვდიო ფუჩინა და გავეკიდო. თან ახლა ცოტა წავივარჯიშებ. აჰა. დამაკუდა. ხო და ის არის. უნდა გავიდე და თან ვედროს გავიყოლო. ვითომ მოსაწველად მივდებ ძროხას. ახლა მომწოლის არაფერი არ ვიცი, მაგრამ ისე რომ ვთქვათ. რომ ტერტვალები დამუბრალოთ. ახლა მე დაჩესტერი არ მყავს, მაგრამ ვაი და მყავს. ეგეც ხუში. ახლა ტუში. აჰა, ბალღი გაიხა. 1 2 მეყოფა. ახლა სოჯახში ხო არა ვარ, რომ დასაქმრა. გავთავამდე და ბევრი წავისვა. აჰა. ესენიც მაგ. ყველაფერი მაგ. აჰა. ბუნება მიხდება, ჰაერი მიხდება, ძროხა მიხდება, ძაღლი მიხდება. მე ვარ ისეთი ადამიანი, ვისაც ყველაფერი უხდება. გიდახავთ სადმე ეგეთი? არა. ასე. ახლა ის არის. ხეხის არასი. მაგარი ნაწლენი, მაგრამ ესეც მაგ. ისა. ტუკ. ხურსის დასაჭრელია ეს აფრჩხილის ხურცის. მუნის, ბაქია გოგო, ნუნები. ხო და ის არის. ამას სისხლი გამიმწარა. აჰა, დამაკუდა, ის მისვია. რა ქვია ღმერთო, არა დაბურო არა, მატოვკა. აჰა, მატოვკა მისვია. კიდე რა მაგ, აჰა, ესენი წამოვიღე, ყოველი შემთხვევისთვის. აჰა, ესეც მაგ. აჰა, რამე დამჭირდეს და ნარიადობა მომიდეს და ბეწვებიდან. ჩააფრინდით ეგრევე და ეყოფა. რა მაგია ეს არა ყოფილა ნიღაბი უნდა იმას აქნა წაივა კვირაში ერთხელ გაიჩერო გაშეშდე და მერე დაიბანო არ ვიცი რითვის არის კარგი მაგრამ კარგია და რა ბედაღულება მაჩქეს მადლობთ ხო და ის არის შევკრა ახლა თუ ბავშვი ამომილაგებ და ის არის მერე კონფლიქტი და შემეცდა შვილთან აჰა ვდგავარ ქალი ვარ აჰა ყველაფერი მიხდება მე ყველაფერი მიხდება ახლა მე პირველი მივდივარ ძროხასთან ვედროთი დიდი ვედრო უნდა წავიღურო ვითომ ბევრზე სიწველება ჩვენი ძროხა რო ის ტერტვალები დამღურო მაგათ ვაჭვირებ ვინ არის აქ ის არა ქვი დედოფალი წავედი ძროხასთან ამჯერ მარჯვენა ფეხს ახლა ხო თქვი თუ არა ვარ გოსაწაი ამჯერ მარჯვენას უარესაც კითხო ამჯერ მარცხენას ხო თვალები გეკარკლება თვალი ჩემია მინდა გამოვკარკრავ ხო მინდა ლაგაზე დავიდებ და მოკართმევთ ჩვენში დარჩეს და ამ ქვეყანაში თვალები მეკარკლება კი არა სული რა მეკარკლება ეგ ის ხო და როგორც ხელა ხო ის ახლა ისიც აქ არ მომაქდება ვენტილატორი და რო ტრიალებს მე გამოვიდე და ხელა მაგრამ მინიკი არა ვიკიდო ხარ რამე ისეთი მინდა რა ახლა კიდე ჩივჭა კიდეც დავლევ წყალსა ლუდი აღარ მიყვარს არაყი მიყვარდა და გადავიზიდი ერთო მოგვიძილმა შეუბიცე და აღარ მიყვარს რამე შეჭამ დღე შეჭამ შუალედში შეჭამ და შუა დღესაც შეჭამ იმის შუა დღეს იმაში შეჭამ აგა შუალედებში იქნება საბოლოოდ გასკდით ნერვიულობით რომ რამდენ ჭამ გასკდით რომ თქვენ დაიჭუდოთ მე დავიფერო დამხელა ღაბაბი რას უწუნებთ აბა დაიწყეთ რა ხმის გამოსცემს რამე რო იყო დოლად გამოვიყენებ ხო დასაკრავად მე ცხვირი მაგ და ქართული ცხვირი თვალწაბი მაგ და შველი რომ ესაგაკთ ახლა ასეთი ქართული ცხვირი შემოყავით უნდა შემოგაწყათ ხო ტრენდია და აბა დაიწყეთ როგორი ყოფთამაშია ხო და ვერ გამი რა გიდათ არა კი გამიგე მაგრამ მეც საქმე რო არა და ვერ გამიგე ხო რამხელა ხარ ჯუჯი ვარ და ბარემ გასკდი და დავიშვენოთ ყველა მეტად კოლექტიურად. ხო, შენა ხო გაიწყობა მითხარი.
აი სალამი მითხარი, განათლება მითხარი და წერტილობა მითხარი. ხო, და თუ დაიყარე 500 კილო და არიცი. ჩიბანტი ადადის. ახლა ხო გამწარებული და შემდეგ კი უჭაპო. ხო? აი, ხო და ხალხო ზღვის ამოსაწონებლად ნუ შიმშილობ და ნუ იკლავს თავსა. ზღვის მოსაწონებლად არა ვარ მე დაბადებული. ოჩა წედილი. და უნდა პატრონო. ხო, შუშანა დეიტა. ხო. ალო. ხო, შუშანა დეიტა. არა, შუშანა დეიტა. იმაში ვიყავი. შაპის გელები მივიღე, ის დავიმასაჟე თავპირი და გამოვედი ახლა მცხელა ვიწვი. ხო, როგორ ახარ შენ აბა რაშვია, შენ გაუხრებული გოგო. მოვიდა გონზე. მაგას რა მოიყვანს, მაგას ვენაცვალე მეცხრე კრუბზე წავიდა. არა, არაფერი არ მithქვამს. შუშანა დეიტა, რა მინდა გითხრა, ბარემღაც დარეკე. იქითა ჩვენში მივდივარ ქორწილში. ხო და სათვალე მომზადებული მაგ, მიხდება ზედამაკვდება და კაბარა მაგ. ხო და შენ რო გაქვს ისა ჭულისაკაბა, აი რო გათხოვდი, მაშინ არ გეცვა და იმის მერე რო გიდევს გარდირობში ობი რო მოეკიდა. ხო არ შეგიძლია მათხოვო. გავაჭკრიალე, გავაბზრიალებ და ჩემ ლამასტანში ჩავიცვამ. ხო, არა, შენ არ გამოხვიდე, ტაქს გამოგიგზავნი. არ შეწუხდე, ფეხები არ დაიყალო. ის არის. არა, ქორწილში ვერ წაგიყვან, მაგრამ კაფაში თუ მათხოვებ, რა ვიცი. ხო, შუშანა დეიტა, ტკივილამდე მეტატრები. ხო, ქორწილსა რომ მოვილევ, მერე სახში ვიწყებ რემონტს. 1-3 და 7 თვემდე დამჭირდება და 6 წელში გამოგივლი ბარემღაც ახლა რა ჩავამთავროთ წელი და გამოგივლი. ხო შენ არ გამოიარო, ფეხები არ დაიღალო, მე გამოგივლი. კარგი.